იმისათვის რომ მივიღოთ უხვი და ხარისხიანი მოსავალი, საჭიროა ნერგის არა მხოლოდ კვება და მავნებლისა და დაავადებებისგან დაცვა, არამედ რა თქმა უნდა მისი ფიზიკური მოვლაც. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო გამომწერებო, თქვენ კოლხი ფერმის YouTube არხზე იმყოფებით და მე დემეტრე ჭურგული გახლავართ მისი დამფუძნებელი და უწყვეტი წამყვანი. რა თქმა უნდა სანამ ახალი ვლოგის თემის შესახებ დავიწყებთ, ესე იგი საუბარს, მინდა გთხოვოთ კვლავ და კვლავ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, დააჭიროთ სარეწღილაკს ხელი, მოიწონოთ ვიდეო, დაწეროთ კომენტარები, იმიტომ რომ YouTube-ის ალგორითმი ესე მუშაობს და იღებს, ესე იგი სიგნალს, ესე რომ ვთქვათ, რომ შემდგომ ბევრმა და ბევრმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია ჩვენი საინტერესო არხისა და თემების შესახებ. დავიწყოთ. დიახ, ჯერ კარგად შენიშნეთ, რას ვიტყვი. ეს ქმედება, რომელზედაც მე დღეს ვლოგში ვისაუბრებ, მხოლოდ და მხოლოდ ხორციელდება ნეიტრალ რემონტატული სახეობების შესახებ და არა მოკლედღის სახეობების შესახებ. მე ერთი წინადადები კიდევ ვიტყვი, თუ რითი განსხვავდება ნეიტრალ რემონტატები და ესე იგი მოკლედღის სახეობები. ნეიტრალ რემონტატი ჯერთი ნეიტრალი ნიშნავს, რომ თხის მიმართ ნეიტრალურია. საქართველოში მეგობრებო და საერთოდ ნერგები შეირჩევა თხის სინათლის ზონების მიხედვით და საქართველოში არსებობს 7 სინათლის ზონა, რომლის შესახებაც მე დაწვრილებით საუბრობ ჩვენ სასწავლო კურსში და ასევე საუბრობ ჩვენს ესე იგი შესახებ გადაცემაში, რის მიხედვითაც, ანუ სინათლის ზონების მიხედვითაც ხდება ნერგების შერჩევა. დიახ, ნერგების შერჩევა მეგობრებო ხდება სინათლის ზონებით ამა თუ იმ რეგიონში. მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და ამის შესახებ თუ გსურთ რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ, შეგიძლიათ რომ სხვა ვლოგები იხილოთ ჩვენს არხზე. დიახ, ესე იგი თხის მიმართ ნეიტრალური სახეობები, მაგალითად როგორც არის სან-ანდრეასი, როგორც არის მურანო, როგორც არის კაბრილო, საქართველოში ესე რომ ვთქვათ გავრცელებული ალბიონი, როგორც არის ელიზაბეტა მეორე კიდე ძველი ჯიშებიდან, რომელიც არის და ბევრი მოკლედღის სახეობები საერთაშორისო ენაზე თქვია ჯუნბერი, იმიტომ რომ ჩვენ სინათლის ზონებში ძირითადად აქტივობას მაქსიმალურად ავლენს ივნისის თვეში, შესაბამისად ჯუნბერი, ანუ ივნისის ნაყოფი, ივნისის კენკრა. ესე იგი, ერთმოსავლიანი სახეობაა, მარტივად რო ახსნათ, ანუ ერთხელ მოგცემ მთლიან მოსავალს და შემდგომ წლამდე, ესე იგი, მეგობრებო, დაისვენებს. ამიტომ ნეიტრალ რემონტატული სახეობები ფაქტიურად ვეგეტაციას არ წყვეტენ, მიუხედავად იმისა, თუ ესე იგი, რამდენი გრადუსია, ისინი +2 გრადუსზეც კი თუ არის ზამთარში +2 გრადუსი, ძალიან ნელა, მაგრამ ვეგეტაციას არ წყვეტენ. ხოლო მოკლედღის სახეობებს უფრო გრძელი ვეგეტაცია აქვთ, უფრო ძლიერი ვეგეტაცია აქვთ. მინდა შენიშნოთ, რომ მოკლედღის სახეობები უფრო ძლიერი, ესე იგი გენეტიკურად ძლიერი ჯიშებით გამოირჩევიან, ვიდრე ესე იგი ნეიტრალ რემონტატული სახეობები უფრო მედეგები არიან, თუმცა მათ თავიანთი გათვლა აქვს და ნეიტრალ რემონტატულებს რა თქმა უნდა თავიანთი ესე იგი გათვლა, თუმცა ამაზე არ საუბრობთ, ესე იგი. როგორც გითხარით, ნეიტრალ რემონტატები და ნეიტრალ რემონტატები გვაძლევენ მოსავალს, ესე იგი, რამოდენიმე ალღად, ხოლო მოკლედღის სახეობა ერთხელ მოგცემს აი ამ შემოსავალს, ესე იგი უბრალოდ მოსავალს და შემდგომ მომავალ წლამდე ისვენებს. აი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ გაზაფხულის პირველი ტალღის მუშაობას, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სათფური, ეს იქნება ესე იგი ღია გრუნტი. პირველი რას ვაკეთებთ? იმას, რომ აი თოვლისგან დაზიანებულ, ზედმეტი ტენისგან დაზიანებულ, ანუ სხვადასხვა ნალექებისგან დაზიანებულ ჩვენს ესე იგი ფოთლებს, აი ავიღოთ მაგალითად ესეთ შეყვითლებულ ფოთლებს. ნახეთ, ქვევით რომელიც არის, აი ამ ყველაფერს ვაცლით. აი ესე, იმიტომ რომ აუცილებელი არის რომ მოშორდეს, რადგან აი ამ ძველ ფოთლებზე დაზიანება ესეთ დამხმარ ფოთლებს და ასე შემდგომ იზამთრებს უამრავი მავნებელი. ისე და ძალიან ბევრი მავნებელი ყავს ჩვენს საყურელ კულტურაზე, ხო? შესაბამისად მაქსიმალურად ვაშორებთ. მაგრამ რა გახდა ესე იგი კიდევ ერთხელ ამ ვლოგის ჩაწერის მიზეზი? უამრავი ადამიანი წერს, იწერება, რომ და თან სხვადასხვა ჯგუფებში ვხედავ, რომ იცით რა არის? მე მთლიანად ავდექი და აი ეს მწვანე მასა მთლიანად გადავჭერი. თან საუბარი არის ნეიტრალ რემონტატულ სახეობებზე.
ნახეთ, მარტივად მინდა რომ როგორმე აგიხსნათ და თქვენამდე მოვიტანო, რა თქმა უნდა, ეს თემა ვისაც აინტერესებს. ნეიტრალ რემონტატული სახეობები, აი პირველი ტალღა, მაგალითად მოკლედღის სახეობებმა ერთმოსავლიანი სახეობებმა უკვე დაამთავრეს და მომავალ წლამდე ისვენებენ, ხო? შესაბამისად, ნეიტრალ რემონტატული სახეობების ზოგან ადრე გააქტიურდა სათბურებში, რა თქმა უნდა, მაგალითად მარტში დაიწყო კრებები, ღია-გრუნტში მაგალითად მაისის პირველ რიცხვებში დაიწყო ნელ-ნელა გააქტიურება, სიჩქარესაც იგი ტემპს მოუმატა, ხოლო ჩვენ პირველი ტალღა დავამთავრდა და ახლა მეორეში გადადის, ხო? აი ნახეთ, ნაყოფები გვაქვს, ანუ ეხლა უკვე მეორე ტალღას იწყებს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ეხლა თუ ადგებით, მარტივად რომ ვთქვა და თქვა და ფართო აგრონომიულ ენას არ შევეხოთ, რომ თუ ამ თლიან, ასე იგი, ვეგეტატიურ მასას მოჭრით, რა უნდა გააკეთოს მხოლოდ ფესვა იმისათვის, რომ რამდენი დრო უნდა დაკარგოთ, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან გაიზარდოს, გვირგვინიდან წამოვიდეს ახალი ფოთლები, წარმოიდგინეთ და მოგცეთ ისევ მოსავალ ჯერ გაიზარდოს ვეგეტატიური მასა, შემდგომ წამოიღოს ესე იგი საყვავილე გვირგვინი, შემდგომ ეს გვირგვინი გაიშალოს, გახდეს ბუტონები, ბუტონები გადავიდეს ყვავილში, ყვავილი გადავიდეს ნაყოფში, ნახეთ რამდენი დრო იკარგება. ჩვენ ხომ ამისთვის მთელი წლის განმავლობაში ვზრუნავთ, როდესაც მაგალითად თუ შემოდგომაზე ნერგი დაირგვება, პატარა ნერგი რომელიც ადის, რომ მაგალითად თუ ღია-გრუნტში დაირგვე, თუნდაც სათბურში იყოს დარგვები, უბრალოდ მათ ტემპები არის განსხვავებული, რომ დაახლოებით 5-6 თვე მოვაძლიეროთ, როცა საუბარი არის, როცა გაზაფხულზე გვინდა პირველი მოსავალი მივიღოთ, 5-6 თვე მოვაძლიეროთ და შემდგომ მივიღოთ კარგი მოსავალი. ამისთვის ხომ ვემზადებით. ანუ თქვენ გამოდის, რომ ფაქტიურად ის 5-6 თვე კიდე უნდა დაკარგოთ. და კიდევ ერთი ყველაზე მთავარი, ნეიტრალ რემონტატულ სახეობებს აუცილებლად სჭირდებათ ეს ვეგეტატიური მასა. აი ნახეთ, ეს ვეგეტატიური მასა აუცილებელი არის ნეიტრალ რემონტატული სახეობებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალ ეხლა ჩვენ მეორე ტალღაზე სხლავთ, იმიტომ რომ ძველი ფოთლები, რომლებიც ესე იგი თქვათ უკვე გამოუსადეგარი გახდა, მივდივართ და რავშვებით. აი ამ ძველ ფოთლებს აი ესე ვაცლით, ნახეთ. აი ეს ძველი ფოთლები, რომ აქ მავნებელმა რაც შეიძლება ნაკლებად დაიდოს ბინა. ნახეთ? აი ყველაფერს ვაცლით. ქვევიდან კიდევ ხელს, აი ვეძებთ ხო? შეხედეთ აი ამათ ვაცლით, კი ბატონო და ჩახუთვა არ მოხდეს, ანუ ჩახუთვა თუ არ მოხდება, მავნებელს ნაკლები შანსი აქვს რომ გამოიზამთროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნერგის სრულთლიან შიშველი დავტოვოთ. საიდან მოვიდა ეს აზრი, სიმართლე რო გითხრათ და სიმართლე რო გითხრათ, მე ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ეს არის უდიდესი შეცდომა, რომ ნეიტრალ რემონტატულ სახეობებზე ადგეთ თან, აი ბაღის მაკრატლით აჭრიან ხოლმე მთლიანად, აი ასე შემდეგ. საუბარი არის კიდევ ერთხელ საუბრობ ნეიტრალ რემონტატულ სახეობებზე, სახეობებს და ჯიშებს, რომლებსაც მუდამ ჭირდებათ კვება, მუდამ ჭირდებათ დახმარება, მუდამ ჭირდებათ კარგი პირობები, რომ რა თქმა უნდა გაგახარონ ასე ვთქვი. ეხლა და რომელ სახეობებზე ჯიშებს სრულდება ეს? დიახ, მეგობრებო. ეს მოქმედება, როდესაც ბაღის მაკრატლას იღებ და ზოგიერთი აკეთებს დიდ პლანტაციებზე, აი ბალახის სათიბით გადადის ხოლმე, ნუ აქ ძალიან დიდი შანსია, რომ იქ ესე იგი ნერგების ესე იგი ეს ფესვებიც კი დააზიანოთ. ეს სრულდება მხოლოდ და მხოლოდ მოკლედღის სახეობებზე, რადგან მოკლედღის სახეობები, მეგობრებო, არის უფრო ძლიერი სახეობები და ყველაზე მთავარი რაც არის, როდესაც ერთხელ უკვე მოგცემთ თქვენ მოსავალს მოკლედღის სახეობა, შემდგომ წლამდე ისვენებს. შესაბამისად, მას თუ ადგებით და მხოლოდ ესე იგი გვირგვინებს დაუტოვებთ, აი გვირგვინს დაუტოვებთ და დანარჩენ ესე იგი ვეგეტატიურ მასას გადაჭრით, თქვათ, დაახლოებით ესე იგი ერთი მტკაველის სიმაღლეზე, მაშინ ის უკვე მომავალ წლამდე, რომელსაც აი დაახლოებით წარმოიდგინეთ, ესე იგი 10 თვე მაინც ჭირდება, რომ ესე იგი შემდგომი მოსავლისკენ დაიძრას, ხო? ნუ დაახლოებით 8 თვე ჭირდება, რომ პირველი ყვავილი წამოიღოს, ამ პერიოდში ის აღიდგენს თუ ჯანსაღი ფესვთა სისტემა ექნება. კი ბატონო, ეს ესე იგი ხორციელდება ნამდვილად მოკლედღის სახეობებზე, მაგრამ არამც ნეიტრალ რემონტატულ სახეობებზე, თან ნეიტრალ რემონტატული სახეობები სუსტია გარემო პირობების მიმართ, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურის მიმართ, ვიდრე მოკლედღის სახეობები. ასე რომ, თან მოკლედ ესე იგი ნეიტრალ რემონტატული სახეობები მუდამ ესე იგი აწარმოებს, ესე რომ ვთქვათ, აი ამ
ყვავილ მატარებელს მუდამ უშვებს და შესაბამისად ნერგის ფესვი ყოველთვის გენეტიკურად იწყებს ფიქს, როდესაც წამოიღებს საყვავილეს ყოველთვის მის განვითარებაზე და არა ვეგეტატიური მასის განვითარებაზე. ამიტომ იქ უკვე არჩევანის საშუალება არჩევანის წინაშე დადგებით, რომლის კონტროლს უბრალოდ თუ დიდ მასშტაბებზე გაქვთ, ვეღარ შეძლებთ და ნერგი აუცილებლად 90% დაიღუპება. კიდევ ერთხელ დასკვნა, მეგობრებო. ნეიტრალ ემონტატულ სახეობებზე არამც და არამც არ შეიძლება რომ მოვაშოროთ თლიანი ვეგეტატიური მასა. ეს მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხორციელდება მოკლედღის სახეობებზე. მოკლედღის სახეობები უფრო ძლიერი ვეგეტაციით გამოირჩევიან, მათ უფრო მეტი დრო აქვთ რომ მოემზადონ შემდეგი წლისთვის, ხოლო ნეიტრალ ემონტატული სახეობები სწორედ იმისათვის არის გამოგონილი და შექმნილი, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერიოდში მივიღოთ ესე იგი მოსავალი ტალღებად, რომ გათვლილი იყოს ეს იქნება თქვა, არ ვიცი, სახლისთვის, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ასე რომ არ დაუშვით ეს შეცდომა, მეგობრებო, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube და ჩვენ მომავალი საინტერესო ვლოგებით შევხვდებით. ასევე, რა თქმა უნდა, თუ რა თემაზე გსურთ, რომ მომავალ ვლოგში ვისაუბროთ, შეგიძლიათ რომ კომენტარებში დაწეროთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს აზრს.